ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა განიხილეს პარიზშიც. ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ თავდაცვის და სტრატეგიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. სპეციალური მომხსენებლის სახელით სიტყვით გამოვიდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე შესასრულებელ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არის, 2030 წელს კი ევროკავშირში შესასვლელადაც მზად იქნება. დისკუსიის დღის წესრიგში იყო უსაფრთხოების გამოწვევებზე მსჯელობაც. უკვე ხვალ ქართული საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს პარლამენტში და საგარეო საქმეთა სამინისტროში გეგმავს. სალომე ქოფიაშვილი პარიზიდან. პარიზი თავდაცვის და სტრატეგიის ფორუმს პირველად მასპინძლობს. ამ ფორუმზე საქართველოს მოწვეული არის როგორც საგანგებო მომხსენებელი. პანელურ დისკუსიას კი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და რომელზეც სიტყვით წარსდგა ეწოდება ევროპის ახალი საზღვრები და ფოკუსირებული იყო ეს პანელური დისკუსია, რა თქმა უნდა, ევროკავშირის გაფართოებაზე, რომლის სავარაუდოდ თარიღადაც თავად ევროკავშირში დასახელებული არის 2030 წელი. როგორც მომხსენებელმა საქართველოსთან ამ პანელური დისკუსიის ფორმატში განმარტა, კანდიდატი ქვეყანა საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის, რომ თავად ევროკავშირიც იყოს მზად 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. თუმცა მას შეცად ჩვენ ვსაუბრობთ თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე, ბუნებრივია ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სწორედ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაზე და ამ თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონზე, მას შემდგომ რაც ევროპის კონტინენტზე უკვე 2 წელიწადზე მეტია მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი ომი, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოება ხდება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და როგორც ფორუმზე მომხსენებელმა საქართველოსთან თქვა, ამ შემთხვევაში შავი ზღვის ქვეყნებს და იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან რუსეთის თავდასხმის ობიექტები, სჭირდებათ უსაფრთხოების ძალიან მტკიცე გარანტიები, რომლის მიცემაც ასეთ ქვეყნებისთვის შეუძლია სწორედ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და ამ ალიანსში გაწევრიანებას. დაახლოებით 16 წლის წინ საქართველომ და უკრაინამ მიიღეს პირობა, რომ ისინი აუცილებლად გახდებოდნენ ნატოს წევრები და ამ ფორუმზე კიდევ ერთხელ მომხსენებელმა საქართველოსთან ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ პირობის შესრულება არის აუცილებელი, თუ გავითვალისწინებთ მით უმეტეს იმას, რომ დღეს მისი თქმით საქართველოს არის მზად გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. სამწუხაროდ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან ქვეყნები, რომლებსაც არანაირი უსაფრთხოების გარანტია არ ფარავს. აქ შემოდის ნატოსა და ევროკავშირის საკითხი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველებისთვის ნატო და ევროკავშირი ცივილიზაციური და კულტურული არჩევანია, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ მრავალი საუკუნეა ევროპული კულტურის ნაწილი ვართ. ამავდროულად ეს მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტია. 16 წლის წინ საქართველომ და უკრაინამ მიიღეს პირობა, რომ გახდებიან ნატოს წევრები. მე მჯერა, რომ საქართველო დღეს მზადაა ნატოს წევრობისთვის. ჩვენ შეიარაღებული ძალების 85% მსახურობდა ნატოს სხვადასხვა მისიებში. ამ საერთაშორისო მისიებში ჩვენ რიგით მეხუთე ყველაზე დიდი კონტრიბუტორები ვართ და ყველაზე დიდი კონტრიბუტორები ვართ არაწევრ სახელმწიფოებს შორის. ფიქრობ, თავსებადობასთან დაკავშირებით შეკითხვები არ არის. დემოკრატიული კრიტერიუმებითაც საქართველო ნატოს ზოგიერთ წევრზე წინაა. ასე რომ თუ ნატოს გაფართოებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიყოთ თამამები. თუ ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ვეუბნებით ქართულ საზოგადოებას ან უკრაინულ საზოგადოებას, რომ არ შეუძლიათ გახდნენ ნატოს წევრები ტერიტორიული საკითხების გამო, ეს ისაა, რაც რუსეთს სურს. ამით თქვენ რუსეთს აძლევთ ვეტოს უფლებას ნატოს სამომავლო გაფართოებაზე. ევროკავშირთან დაკავშირებით განსხვავებული სიტუაციაა. ახლა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ჯერ წევრობისთვის მზად არ არიან, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. რეალისტური პერსპექტივით ჩვენ მზად უნდა ვიყოთ 2030 წლისთვის, მაგრამ იქნება მზად ევროკავშირი ამ ახალი წევრების მისაღებად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვნახოთ კოლექტიური დასავლეთის ძლიერი ლიდერობა რუსეთის წინააღმდეგ. მაშინ როცა ვსაუბრობთ რუსულ აგრესიაზე, რა თქმა უნდა, ხაზი ესმება იმას, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც გასული 30 წლის განმავლობაში 3 სრულმასშტაბიანი ომი გამოიარა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დღეს ფორუმის მონაწილე ბევრი დელეგატისგან მოვისმინეთ ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის შენარჩუნებული იყოს რეგიონში და გამტკიცებული იყოს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. ამ თვალსაზრისით ბევრი დელეგატი იხსენებს იმას, რომ სწორედ საქართველო იყო რუსეთის ფედერაციის თავდასხმის პირველი სამიზნი, ანუ ქვეყანა, სადაც პირველად ოკუპანტის სახელმწიფო გადავიდა წითელ ხაზებს. ამიტომ დღეს ფორუმის მონაწილეები თანხმდებიან იმაზე, რომ ძალისხმევა უნდა იყოს ერთიანი, როგორც შავი ზღვის რეგიონში, ისე ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.
მე ვიყავი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რამდენიმე წლის წინ. მაშინ ძალიან მჭიდრო კავშირი მქონდა საქართველოსთან და მის თავდაცვის უწყებასთან. მაშინ გეგმავდით ოპერაციას ცენტრალურ აფრიკაში. მახსოვს რომ საქართველოს თავდაცვის უწყებამ მაშინ ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა. დიდი იყო სურვილი ჩვენი დახმარების. თქვენ ახლაც აწყდებით სუვერენული სახელმწიფოს დესტაბილიზაციის მცდელობებს. რთული პერიოდი გამოიარეთ 2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ვფიქრობ, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ დამყარდეს და განმტკიცდეს მშვიდობა როგორც თქვენს ქვეყანაში, ისე გარშემო რეგიონში. ვფიქრობ, ორწლიანი ომის შემდეგ ყველამ გააცნობიერა, რომ რუსეთი არ ხუმრობს, რუსეთი კვეთს წითელ ხაზებს. პირველად ეს წითელი ხაზები რუსეთმა 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაში გადაკვეთა. შემდეგ იყო ყირიმი, ახლა კი ომი უკრაინაში. ასე რომ ვფიქრობ, ყველამ გააცნობიერა, რომ ჩვენ რეალური და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ რუსული აგრესიის შესაჩერებლად. პარიზის თავდაცვისა და სტრატეგიების ფორუმში მონაწილეობით დაიწყო დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთის დედაქალაქში. ეს ვიზიტი იქნება ორდღიანი და ამ ორ დღის განმავლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები შეხვდებიან როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ევროკავშირის გაფართოება, კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს აქვს და მოლოდინი, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას წლის ბოლოს მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. წევრობაზე ამ თვალსაზრისით საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფოს მხარდაჭერა და მათ შორის, რა თქმა უნდა, საფრანგეთის მხარდაჭერა, რომელიც ევროკავშირის დამფუძნებელი წევრია.